ძვირფასო მშვილდოსნებო, მოდით ნახოთ როგორ იქნება თქვენი ნოემბრის პირველი ნახევარი. ამ ვიდეომ ცოტა დააგვიანა თქვენ შემთხვევაში, მაგრამ არა უშავს. მოვიღოთ ორაკულის მესიჯი. ნახოთ სფეროების მიხედვით ენერგიები, ზოგადი ენერგია, სასიყვარულო ურთიერთობები, სამსახურებრივი ურთიერთობები, ფინანსები და ჯანმრთელობა. დავიწყოთ ზოგადი ენერგიით მივლინება, მოგზაურობა, გადაადგილება, სიტუაციიდან გასვლა შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში მოძრაობა აქ არის ცალსახად. კი ბატონო, საკმაოდ სწრაფად მოხდება ეს ყველაფერი, შესაძლოა აქ ადგილი გქონდეს გეგმების უეცარ ცვლილებას, სწავლასთან დაკავშირებით შესაძლოა, აი რამე შემოთავაზება მიიღოთ საზღვარგარეთიდან მაგალითად, ან უცხოელებთან გქონდეთ კავშირი და აი ამ ხრივ რაღაც თქვენი ბიზნესი განავითაროთ, ან ფილიალი გახსნათ საზღვარგარეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაცა დიდი მოძრაობა არის. რაღაცა კარგი ამბავი ხდება. სასიყვარულო პლანზე მატერიალური ჯილდო, ოჯახური სიმდიდრე, გაბწყინება, რა ვიცი, ყველაფერი კარგი. ნუ აქ უკვე რთული პერიოდი მთავრდება, გაიარეთ რაღაცა ურთულესი პერიოდი და ახლა ხდება, ესე ვთქვათ, ახლა ხდება უკვე პირად დანიშნულებაზე გასვლა, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობაში უფრო ხდება ურთიერთობის იმგვარი გადახალისება, განახლება, რომ რაღაცა ახალი ვიბრაციები შემოდის თქვენს კავშირში, თქვენს დამოკიდებულებაში ერთმანეთთან, რაღაც ახალი ნაპერწკალი ჩნდება თქვენ შორის. აქ უკვე არსებულ ოჯახურ სიტუაციაზეა საუბარი, ან რადგან საჯარო გაშლა და შეგახსენებთ, რომ როგორც მთვარის ნიშანს, ასევე მზის ნიშანსა და აღმავალ ნიშანს ეხება მშვილდოსნის, შესაძლებელია იყოს რაღაცის დასასრული და საკუთარ თავზე ქორწინებასაც ახლა პოპულარულია ეს ფსიქოლოგიაში, ეს ცნება და ეს ფენომენი, რომ აი მიიღეთ საკუთარი თავი, მაგრამ აქ უფრო მე მგონია, რომ არის რაღაცა სასიყვარულო ურთიერთობაში რაღაცა ძალიან დიდი ტრანსფორმაციული ეტაპის დასასრული, სირთულის დასასრული, რთული ეტაპის დასასრული და უფრო მსუბუქი, უფრო ესე ვთქვათ, ლაითი, უფრო ფარფატა, უფრო ემოციურად, უფრო მეოცნებე, შესაძლებელია ითქვას, ან უფრო მეტად პოზიტიური რაღაცა ახალი ეტაპის დასაწყისი. ახლა ვნახოთ სამსახური. სამსახურთან შესაძლებელია აქ გარკვეული შელაპარაკება მოგივიდეთ სამსახურში და ეცადეთ, რომ თავი არიდოთ ამ ყველაფერს. შესაძლებელია სამსახურიდანაც წამოხვიდეთ სხვათა შორის პრინციპში. აი ესეცა, კი ბატონო, ნუ რაღაცა კონფლიქტი არის აქ, ემოციები და თქვენ ემოციურად აღიქვავთ ამ კონფლიქტს და მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ, იქვე ასრულებთ იმას, არასდროს არ ცვლით ხოლმე თქვენს გადაწყვეტილებას. ნუ აქ ზემდგომთან არის რაღაცა საუბარი, თითქოს ის უკვე გატყობდათ, რომ უკვე თქვენ
უკვე გადიოდით გარკვეულ ტრანსფორმაციას და უკვე თქვენი გზა გქონდათ არჩეული, რაღაცა როგორც ორ საქმეს ერთად ათავსებდით და გამოდიოდა რომ პროდუქტილი არ იყავით არც სამსახურში და არც თქვენს პირად საქმიანობაში, ну შესაბამისად აქ საუბარი ხდება, რაღაცა გაზრების ურთიერთ გაცვლა ხდება და იცადეთ, რომ ეს ყველაფერი მოხდეს რაღაცა კონსტრუქციულ ჩარჩოში. როგორც კი თქვათ, ნათელი ეფინება თქვენ სამსახურებრივ ურთიერთობებს, მაშინვე ან თუ წყვეტთ, ხო, სამსახურებრივ ურთიერთობებს, წარსული აღარ, იქვე მთავრდება ყველაფერი და შესაძლებელია იქვე გქონდეთ რაღაც ახალი შემოთავაზება, ან ახალი იდეა, ხო, რომელიც შესაძლებელია, რომლის ინსპირატორით შესაძლებელია იყოს პიროვნება ვინმე. მოდით ახლა ვნახოთ ფული და ფულთან დაკავშირებული საკითხები. აქ ცხრიანი, ხო, ეცადეთ, რომ ფულთან დაკავშირებული საქმები ამ თვეში მკაცრად აკონტროლოთ, იმ მხრივ, რომ დაგეგმოთ, რაში ხარჯავთ. გაწეროთ კვირის ბიუჯეტი, თვის ბიუჯეტი, კვირის ბიუჯეტი თუ არა, თვის ბიუჯეტი მაინც რა, რომ ზედმეტი დანახარჯებისგან აიცილოთ ზედმეტი დანახარჯები და ხო, კი ბატონო, ანუ აქ ახლა ესეთი სიტუაციაა, რომ მომჭირნეთ იყავით, რაღაც დაიტოვეთ თქვენთვისაც ხარჯებთან დაკავშირებული, ფინანსებთან დაკავშირებული და არ მოტყულდეთ იმ მხრივ, რომ გაუფრთხილდით უკვე მიღწეულს, ესე ვთქვათ რა. მიღების პოზიცია შეინარჩუნეთ, მიმღებლის პოზიცია შეინარჩუნეთ და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ აქ შესაძლებელია ასევე გარკვეული ხელშეკრულების გაფორმება რაღაც ახალ პროექტთან დაკავშირებითაც, რაღაც ახალი ხელშეკრულება, შეთანხმება, შესაძლებელია იყოს კონკრეტული ვადით დადებული, სადაც აუცილებლად გადახედეთ ფინანსურ საკითხებს, ფულთან დაკავშირებულ, თქვათ, ჩანაწერს, პირობებს, ხო, ანაზღაურებასთან დაკავშირებული, არ მოტყულდეთ ანაზღაურებასთან დაკავშირებით, ანუ არ ენდოთ ადამიანებს სიტყვაზე, ეს მინდა გითხრათ. და თვალი გადაავლეთ დოკუმენტებს, სანამ შეხვალთ ფინანსურ ურთიერთობაში ბიზნეს პარტნიორებთან, ან ახალ პარტნიორებთან, ან ახალ ადამიანებთან, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ აქ ვთქვათ, თვალთმაქცური გარიგების რისკი საკმაოდ მაღალი არის. და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კარგი იქნება თუ სითბოს ენერგიას მიიღებთ, ეს შეიძლება იყოს საუნაში სტუმრობა, ან ფინური საუნა, ან აბანოებში, ან ეს სიცხის ენერგია გჭირდებათ, რომ შეივსოთ ეს სასიცოცხლო ენერგიები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ნოემბრის და ზოგადად უკვე ზამთრის სეზონი ზამთრის სეზონმა ჩაიაროს უმტკივნეულოდ, დასვენებას მიჩვენებს აქა შესვენებას, მეოთხე, მესამე. გასაგები აქ ახლა ყველაფერი. აუცილებელია, რომ ჯერ ერთი დეპრესია რომ ავირიდოთ თავიდან, მზის ცხივებს დავენახოთ ყოველდღიურად, თქვათ,
სიტყვაზე ვიძახი თუ თქვათ 3 საათი ისვენებ, 1 საათი შეისვენო, პირობითად ვამბობ და ბევრ საქმეს ნუ დაგეგმავთ. რაღაც დღეების მიხედვით ისე გადაანაწილეთ, რომ ნამეტანი თავი არ დაიწვირთოთ და მერე ნუ არ რაღაცა არ ჩაიგდოთ თავი დეპრესიულ მდგომარეობაში და ბოლოს მოდით ვნახოთ ორაკულის გზავნილი თქვენთვის. თქვენი გეგმები მშვენივრად სრულდება. პროფესიული და ფინანსური წარმატება და რესურსების გონივრული გამოყენება. მშვენიერია, მე მგონი, რაზეც გავშალეთ დასტა, weight-ის დასტა, სწორედ ისეთი მესეჯი მოგვაწოდა ორაკულმა. ესე იგი, წარმატებული, სტაბილური, მიზანს მიღწეული და ძლიერი ენერგიების დროა. ძვირფასო, ჩემო საყვარელო მშვილდოსნებო. გელით კომენტარებში და გელით, რა თქმა უნდა, პირად სესიებზე. დროებით